ალბათ ამაზე არასდროს გიფიქრიათ, მაგრამ სიტყვა სუპერკარს არასდროს ქონია კონკრეტული მნიშვნელობა. დღესაც ბევრი ავტომოყვარულისთვის ეს უფრო ემოციის მატარებელია ვიდრე რაიმე განსაზღვრება, ტერმინი ან რაღაც მშრალი ციფრები. ამ ფაქტის მიუხედავად, 1980-იანი წლების ბოლოს სუპერკარი მხოლოდ ორ რამესთან ასოცირდებოდა: ფერარისთან და ლამბორგინისთან. საუბარი ისეთ ლეგენდარულ მოდელებზე გვაქვს, როგორებიცაა ტესტაროსა, 328, ლამბორგინი კაუნტაჩი და დე ტომასო პანტერა. მაგალითად, კაუნტაჩის ქუჩაში გამოჩენა და ხალხის ადგილზე გაშეშება ერთი იყო. ის ხომ უბრალოდ არც ერთ სხვა ავტომობილს არ გავდა. თუმცა აქ იყო ერთი მაგრამ. ეს ლამბო ტრაქტორივით დადიოდა. ნორმალური ფანჯრებიც კი არ ქონდა და მძღოლის მხედველობის არე მისი ინჟინრებისთვის არ არსებული ცნება იყო. ამანქანის მფლობელებმა ხომ საერთოდ 100 კილომეტრის რადიუსში ყველა მექანიკოსი პირზე კოცნით იცოდნენ და ყველაზე მეტ დროს მათთან ატარებდნენ. ეს საკითხი ძალიან კარგად აი ამ ვიდეოში გვაქვს განხილული და თუ ნახავთ, ნასიამოვნებით დარჩებით და მოგებულიც. ამ ხრივ არც ფერარი იყო რამით გამონაკლისი. მათ 328-ს სიჩქარეში გადასართავად შავი მაგიის გამოძახება და შელოცვა სჭირდებოდა. ამას დამატებული სატერფულების უცნაური განლაგება. მოკლედ, ამ მანქანებით კვირაში ერთზე მეტჯერ გადაადგილება არ მოგინდებოდათ. გამოდის, რომ 1990 წლამდე სუპერკარები მხოლოდ სტატუსის, სტილისა და სიჩქარის განსახიერება იყო. მაგრამ რა მოხდა 1990 წელს? 1990 წელს ერთმა პატარა, საყვარელმა და თავმდაბალმა ავტომწარმოებელმა სპორტული ავტომობილების სამყარო თავდაყირა დააყენა. ამ მანქანის გამოსვლის შემდეგ სუპერკარები მხოლოდ სწრაფები და ლამაზები აღარ იყვნენ. ამიერიდან მათ პრაქტიკულობა და საიმედოობაც მოეთხოვებოდათ. ალბათ ვიდეოს სათაურიდან და სურათიდან მიხვდებოდით, რომ საუბარი ჰონდაზე გვაქვს. დავარი გმირი კი ჰონდას ლეგენდარული ქმნილება NSX-ია. ეს არის მოდელი, რომელმაც ყველა იტალიურ მწარმოებელს მწარე სიმართლე დაანახა. სიმართლე კი ის იყო, რომ აპენინელები რაღაცას არასწორად აკეთებდნენ, ხოლო პროგრესისკენ სწრაფვა ვისკის თრობისა და საჯდომის ქვეშ ამოდებული მილიონების გამო უბრალოდ ეზარებოდათ. ამ ვიდეოში ნახავთ თუ როგორ ათრია ჰონდა NSX-მა თავისი დროის სუპერკარები. Ათას 1983 წელი, ეპოქა, როდესაც ჰონდას ინტერესები ოდნავ სპორტული, ეკონომიური და გამძლე ავტომობილების წარმოებას არ სცდებოდა. ბრენდი ბაზარზე ისეთი მოდელებით იყო ცნობილი, როგორებიც CRX-ი, პრელუდი და Civic-ია. ამ წინაწამყვანი ავტომობილების მთავარი დანიშნულება ფლობისა და მართვის სასიამოვნო გამოცდილება გახლდათ. მომხიბლავი იყო ამ ავტომობილების ფასიც. ერთი შეხედვით მოსაწყენი, არაპრემიალური მარკის მიღმა, გაგიკვირდება და მოტივირებული ინჟინრების გუნდი იდგა, რომელიც 80-იანი წლების დასაწყისში ფორმულა 2-ს იპყრობდა. მათ შექმნეს ძრავი, რომელმაც სარბოლო გუნდს 81, 83 და 84 წლებში გამარჯვება მოუტანა. და აი ზუსტად მაშინ ამ ადამიანების გონებაში ჩაისახა იდეა, რომელიც რევოლუციური გამოდგა. მათ უნდა დაეპროექტებინათ ისეთი მანქანა, რომელშიც იმ ცოდნითა და გამოცდილებით შექმნილ ძრავას განათავსებდნენ, რაც ფორმულადან გააჩნდათ. ეს კი მარტივი ამოცანა არ გახლდათ. გახსოვდეთ, რომ საუბარი იაპონელებზე გვაქვს. ხალხზე, რომლისთვისაც მხოლოდ მარტივი და გენიალური არსებობს, არანაირი კომპლექსურობა. მაგრამ რა იცოდა ჰონდამ მაშინ როგორ უნდა შეექმნა სუპერკარი? ეს ჰონდას და იაპონიას კი არა, ევროპელებსაც და ამერიკელებსაც ძლივს გამოსდიოდათ, თანაც იმ პრობლემებით, რაც ზემოთ მოგახსენეთ. ასე და ამგვარად, ყველაფერი სუფთა ფურცლიდან და ნულიდან დაიწყო. ერთ გვიან ღამეს ჰონდას ინჟინრებმა ძრავის განთავსებისა და ამ ძრავის სახეობის
მცდელობების გამოსაცდელად ექსპერიმენტები დაიწყეს. აქამდე ისინი მხოლოდ წინაძრავიან და წინაწამყვან ავტომობილებს აწყობდნენ. ამიტომაც ბაზად Honda City-ში არჩიეს. არ მოგესმათ, ეს ავტოინდუსტრიის ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე არასპორტული ავტომობილია. და ამ Honda City-s მოტივირებულმა ინჟინრებმა ძრავა უკან ჩაუდგეს და გამოსაცდელად გაიყვანეს. უცნაური ფრანკენშტეინისებური ბიუჯეტური ყუთის მართვა საოცრად მკვეთრი, დინამიკური და ამაღელვებელი აღმოჩნდა. Honda-s ინჟინრები საკუთარი ქმნილებითვე განცვიფრებულნი დარჩნენ. ეს შეიძლება მათ ცხოვრებაში პირველი შემთხვევაც კი იყო, როდესაც რაღაც მართლა განსაკუთრებული შექმნეს. სრული სერიოზულობით, NSX-ი, რომელიც დღეს ბევრს ასე უყვარს, თავის არსებობას ამ ამბიციურ ინჟინრებსა და ერთ საწოდავ Honda City-s უნდა უმადლოდეს. ეს ყველაფერი მართლაც რომ სიგიჟე ჭღერს, თუმცა ეს ისტორია ჯერ მხოლოდ ახლა იწყება. ამ პერიოდში Honda-s სათავო ოფისი ამერიკული ბაზრისთვის Acura-s ბრენდს ამზადებდა. ამისათვის მათ ფლაგმანი სჭირდებოდათ, ავტომობილი, რომელიც ამერიკელებს დაუმტკიცებდა, რომ ისინი ბაზრის დასაპყრობად მოდიოდნენ და თავს ერთ რიგით სტანდარტულ Honda-s არ მოახვევდნენ. სირთულეების მიუხედავად, ყველაფერი ძალიან მარტივად ხდებოდა. მათ შეეძლოთ ერთ-ერთი თავიანთი წინაწამყვანი მოდელი აიღოთ, უკანა წამყვანად გადაექციათ. ტიუნინგი ინჟინრების ერთი ჯგუფისთვის მიებარებინათ და მალევე კომპაქტური სპორტკარიც გამოეგორებინათ. და ასეთმა სასწაულმოქმედმა გუნდმა, რომელიც მიღწეულით არასდროს კმაყოფილდებოდა, ერთ დღეს თქვა: მორჩა, Honda City-s ექსპერიმენტები. ვაკეთებთ სუპერკარს და ჩვენი კონკურენტი არ იქნება Nissan, არც Mercedes და არც BMW. ჩვენი კონკურენტია არც მეტი არც ნაკლები Ferrari. პროექტის ხელმძღვანელმა შიგერუ უეჰარამ Honda-s საინჟინრო გუნდს ერთი კონკრეტული დავალება მისცა. მათ უნდა შეექმნათ მანქანა, რომელიც Ferrari 328-ს დაჯაბნიდა და ამავდროულად Honda-s სულსა და ტრადიციებსაც შეინარჩუნებდა. მაგრამ ვინ გითხრათ, რომ ტრადიციების მოყვარული იაპონელები თავიანთი იღირებულებებიდან გადახვევას აპირებდნენ? გეგმა ყველასთვის გასაგები იყო. მარტივად სამართავი და საიმედო ავტომობილების ტექნიკა სპორტკარებზეც უნდა გადმოეტანათ. Honda-s ახალი ქმნილებით დღე ჯერ სარბოლო ტრეკზე უნდა გაგეტარებინათ, შემდეგ კი სახლში მშვიდად უნდა დაბრუნებულიყავით. კაუნტაჟზე რა ვისაუბრეთ, ხომ გახსოვთ? NSX-ში მისი მინუსებიც გამოსასწორებელი იყო. ეს ნიშნავდა, რომ Honda-s კარგი მხედველობის არე უნდა ჰქონოდა და ავარიის შემთხვევაში ცოცხალიც უნდა გადარჩენილიყავით. მოკლედ, იაპონელების სუპერკარი პირველ რიგში პრაქტიკული სპორტული მანქანა უნდა ყოფილიყო. უეჰარამ თავის გუნდთან ერთად ყველა კონკურენტი სპორტკარის მონაცემი გრაფაზე დაიტანა, რათა ერთმანეთისთვის სიმძლავრისა და წონის შეფარდება, ავტომობილის სიმსუბუქე და თვლების ბაზა შეედარებინა. საოცარი ის იყო, რომ მათ მიერ განხილული ყველა კონკურენტი მანქანა ერთ საერთო პარამეტრებში მოექცა, რასაც მათ ირმის ნახტომი უწოდეს. შემდგომ კი განცალკევები, თუმცა იმავე გრაფაზე არც მეტი არც ნაკლები მაშინდელი Formula 1-ის ბოლიდიც კი მონიშნეს. თუ ეს ვიდეო 1000 ლაიქზე ავა, გათამაშება ჩაირთვება. მაშ ფერად ზაფხულს კიდევ ჩვენი ილუსტრაციებით გაფორმებული მაისური მაგრად მოუხდება. ამიტომ დალაიქე ვიდეო, დაწერე კომენტარი და ჩვენ 5 საუკეთესოს აი ამ საჩუქარს გადმოგცემთ. აბა ვნახოთ რა გამოვა. NSX-ი Formula 1-ის ბალანსს სიმძლავრით, წონითა თუ გაბარიტებით მაქსიმალურად უნდა მიახლოებოდა. მაგრამ იმისათვის, რომ შეექმნათ მანქანა, რომლის მსგავსიც იქამდე არავის ენახა, მათ ისეთი რამეც უნდა გაეკეთებინათ, რაც მანამდე არავის ჩაუდენია. ვინც Honda-s მუშაობის სტრატეგიას ოდნავ მაინც იცნობთ, ისიც გეცოდინებათ, რომ ისინი ამერიკელებივით ან და იტალიელებივით არ იქცევიან. არ გვიწყინოთ. და იაპონელები ავტომობილებს ცხენის ძალებითა და ცილინდრებით არ ბერავენ, მანამ სანამ მაყუჩიდან ერთ საწყალ ნაპერწკალს არ გადმოაგდებს. ამის ნაცვლად ისინი ჭკვიანურ გამოსავლებს პოულობენ, რაც არ უნდა რთულ ვითარებაში მოხვდნენ.
ვითარება კი ნამდვილად რთული იყო. მათ სიმძლავრისა და წონის იდეალური თანაფარდობისთვის უნდა მიეგნოთ. გამოსავლის ძიებაში ინჟინრების გუნდი იაპონიის ჩქაროსნული მატარებლებით ჰონდას კვლევით ცენტრებს შორის წინ დაუგან დაჰქროდა. ამ პროცესში კი მათ თვინებში ერთი პატარა ჭანჭიკი ამუშავდა. მოდით სცენა წარმოვიდგინოთ, სადაც ჰონდას ინჟინრები მატარებლის ვაგონში სხედან და ტვინს სიჭლეტენ იმაზე ფიქრით თუ როგორ შექმნან იდეალური სპორტული ავტომობილი. თანამ დროს დავად ვემგზავრობენ იაპონიის ყველაზე სწრაფი მატარებლით, რომელიც ალუმინისგანაა დამზადებული. ალბათ არ დაიჯერებთ, თუმცა იმ დროს სერიული წარმოების მოდელს, რომელიც სრულიად ალუმინის მზიდი კორპუსისგან იყო დამზადებული, ვერ სატიპოვიდით. ამას არც ერთი ავტომწარმოებელი აკეთებდა და სწორედ ეს უნდა გამხდარიყო ჰონდას საიდუმლო ინგრედიენტიც. ალუმინის დახმარებით ისინი იდეალურ ბალანსს მიაღწევდნენ. ამ გადაწყვეტილების შედეგად მანქანის წონას 90 კილო მოაკლდა. ავტოინდუსტრიას კი ტექნოლოგიური პროგრესი შემატეს და სწორედ ასეთ ამაღლებულ ტალღაზე ყოფნისას ჰონდა ამ ხელა შრომისა და თავდადების წყალში ჩაკრასთან ძალიან ახლოს აღმოჩნდა. რა უნდა ქნა, როდესაც ზარა უკვე დაპროექტებული გაქვს. ყველა დეტალი და წვრილმანი მოგვარებულია და ამ დროს ტოპ მენეჯერები ავტომობილში აკორდის ერთ ამძრავ ლილვიან ძრავას გიდგამენ. დიახ, მეგობრებო, დიახ, არ მოგესმათ. NSX-ის თავდაპირველი კონცეფციით მასში აკორდის ერთი სტანდარტული საწყობიდან მოტანილი ძრავა უნდა ჩაედგათ. ანუ რა გამოდის? შენ ქმნის სუპერკარისთვის ძარის დამზადების რევოლუციურ მეთოდს თან ამერიკაში სრულიად ახალ ლუქს ბრენდს უშვებ, ფლაგმანი მოდელიც შეიმუშავე და ჰალსტუხიანი პეპლები რაღაც ბანდს უსულო ძრავას ქტენია? გასტუკიანო პეპელა. ალბათ ამ დროს ჰონდას ინჟინრების ადგილზე ყოფნას არავინ ისურვებდით. პრობლემა 1989 წელს ჰონდას პრეზიდენტის დადაში კუმეს საქმეში ჩარევით მოგვარდა. მას უთხრეს, რომ უახლოეს ავტოჩვენებაზე თავისი სუპერკარის წარდგენა ისეთი ძრავით მოუწევდა, რომელსაც ნაკლებად საამაყო ძრავა ექნებოდა. კომპანიის ხელმძღვანელი მიხვდა, რომ თუ NSX ჰონდას რევოლუციური VTEC სისტემა არ ექნებოდა, პროექტი ჩავარდებოდა და თვითონაც თან ჩახვებოდა. კუმე წადგა და NSX-ის გუნდს სრულიად ახალი 6 ცილინდრიანი VTEC ის ძრავის შექმნა მოსთხოვა და მადლობა ღმერთს, რომ ეს გააკეთა, რადგან რომ არა მისი დაჟინება დღეს სამყარო უფრო მოსაწყენი იქნებოდა. ასე და ამგვარად თქვენ წინაშეა 3 ლიტრიანი ორმაგი მანაწილებელი ლილვის მქონე V6 ძრავა კოდური სახელით C30. ჰონდას ისტორიაში ეს რიგით მეორე ძრავა გახდათ, რომელმაც VTEC-ის ტექნოლოგია მიიღო, ხოლო პირველი პროდუქტი გამოდგა, რითაც ამ სისტემას ამერიკელებმაც გაუგეს გემო. კუმეს გადაწყვეტილებამ NSX-ი გადაარჩინა არ ქცეულიყო ისეთ მანქანად, რომელსაც მხოლოდ დახვეწილი ვიზუალი აქვს და სული არ გააჩნია. VTEC-მა ერთი სტანდარტულად ლამაზი გარეგნობის მოდელიდან ეს ქმნილება სოფლიო დონის სუპერკარად აქცია. NSX-ის ძრავის ბრუნვათა რიცხვი თავისუფლად აღწევდა წუთში 8000 ბრუნს. აგრეგატი 270 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა და საკმარისზე მეტი რაოდენობის ნიუტონ მეტრიც გააჩნდა. რა თქმა უნდა, ფენომენალური იყო ჟღერადობაც, რომლის ტონსაც მექანიკური გადაცემათა კოლოფი არჩევდა. ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ მოდელი 0-დან 100-მდე 6 წამზე ნაკლებ დროში აჩქარებულიყო. მაქსიმალურ სიჩქარეს კი 260 კმ/სთ-ზე ავითარებდა. დღევანდელი სტანდარტებით ეს დიდი არაფერი მონაცემია, თუმცა გახსოვდეთ, რომ საუბარი 36 წლის ავტომობილზე გვაქვს. როგორც ცოტა ხნის წინ მოგახსენეთ, მუშაობის პროცესში ჰონდას შეშლილი ინჟინრების მთავარი სამიზნე ფერარი. კერძოდ კი 328 იყო. მარტივად რომ გითხრათ, NSX-ი მას არაფრით ჩამოუვარდებოდა. მეტიც, ის ტოლს არ უდევდა ფერარის მეორე უფრო მძლავრ მოდელსაც 348-ს. 1989 წელს სულ რამდენიმე თვეში უეჰარამ და მისმა გუნდმა ამ ფორმულით შექმნეს NSX-ის პირველი პროტოტიპი, რომელიც ტესტირებისთვის სრულად მზად იყო. მიუხედავად ხორჩესმული იდეისა, ჭკვიანმა იაპონელებმა აზრის კითხვა ერთ ძალზედ საინტერესო პიროვნებას თხოვეს. ეს საინტერესო პიროვნება ლეგენდარული პილოტი აირტონ სენა იყო. სენა მაშინ ჰონდას სახე გახლდა და მონაწილეობას სხვადასხვა რეკლამებსა და კამპანიებში იღებდა. გარდა ამისა,
იმის კაცი იაპონიაში კულტურული ფიგურა იყო და უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა. ალბათ ამაში გასაკვირი არაფერია. NSX-ისა და სენას შეხვედრა სწორედ იაპონიაში, სუზუკას ტრეკზე გაიმართა. ბრაზილიელი პილოტი იქ ჰონდას რავის მქონე მაკლარენის ბოლიდის გამოსაცდელად იყო ჩასული. ჰონდაც, რომელიც მაკლარენის ძრავის მწარმოებელი იყო, სენას არ მოერიდა და სთხოვა მათი ახალი სუპერკარით ტრეკზე რამდენიმე წრე დაერტყა. ჰონდას გუნდმა კარგად იცოდა, რომ სენა მათ უარს ვერ ეთხოვდა. თავიანთი სუპერკარისთვის უკეთეს შემფასებელზე კი ალბათ ვერც კი ოცნებებდნენ. სუზუკას ტრეკზე თვეობით ტესტირებების შემდეგ ჰონდას ინჟინრები დარწმუნებულები იყვნენ, რომ სენას თავიანთი ავტომობილით აღაფრთოვანებდნენ. თუმცა სენას აღფრთოვანება არ იყო მარტივი საქმე. ბრაზილიელმა იაპონელებს მორიდებით უთხრა: თქვენი სუპერკარის შასი არ ვარგა, რადგან საკმარისად ხისტი არაა. ინჟინრები ადგილზე გაშუქდნენ. გამოდის, რომ მათი მანქანა კარგი იყო, მაგრამ არა იდეალური, როგორც ეგონათ. რამდენიმე თვეში NSX-ი 50%-ით უფრო ხისტი და მყარი კორპუსით მოგვევლინა. ამ მონდომების, ძალისხმევისა და თავდადების ხარჯზე მანქანა იქცა სუპერკარად, რომელიც მსოფლიო ასპარეზზე კონკურენციისთვის უკვე მზად იყო. ჰონდამ პირველადი წარმოებისთვის NSX-ის 400 პატენტი დაარეგისტრირა. სერიული წარმოების ავტომობილებისთვის სრულიად ახალი ეპოქა იწყებოდა. სამყარო კი საკუთარი თვალით ნახავდა თუ რა შეეძლო რეალურად ჰონდას, ერთი შეხედვით წყნარ ინჟინრებს. სულ რაღაც $60,000 NSX-მა სპორტკარებზე არსებული სტერეოტიპი გაანადგურა. ეს ერთი შეხედვით დიდი თანხა იყო, მაგრამ ფერარის მოდელებს გაცილებით მაღალი ფასი ედოთ. ავტოინდუსტრიის ჟურნალისტები მისი დანახვისას განცვიფრებას ვერ მალავდნენ. ყველას აუცებდა ის ფაქტი, რომ ჰონდას მსგავსმა ბიუჯეტურმა მარკამ ასეთი დახვეწილი სწრაფი და ელეგანტური მანქანა შექმნა. NSX-ის ერთი ეგზემპლარი საქართველოს გზებსაც ამშვენებს. მისი შეძენის გენიალურ ისტორიაზე კი ჩვენი ვიდეოდან, კერძოდ კი გადაცემა ავტოპორტრეტიდან გაიგებთ. ამიტომ ამ ვიდეოს დასრულების შემდეგ საქმე გაქვთ და ნურაფერს დაგეგმავთ. ფერარისა და ლამბოს რეაქციებიც ალბათ სასიამოვნო წარმოსადგენი უნდა იყოს. მათ წინაშე იდგა ავტომობილი, რომელმაც მათსავე მოედანზე პირველივე თამაში მოუგო. თან ისე, რომ ბაზარს შუაძრავიანი ფერარი განახევრებული და ნახარჯებით შესთავაზა. იაპონელებს დახვეწილი, სწრაფი და კომფორტულად სამართავი მოდელი ჰყავდათ, რომელიც ხელმისაწვდომიც იყო და საიმედოც. მოდით, რეალისტები ვიყოთ და ვაღიაროთ, რომ 6 ცილინდრიანი ძრავით აღჭურვილი NSX-ი, რომელსაც არც ტურბო ჰქონდა და არც კომპრესორი, დიდებული შესაძლებლობებით ვერ დაიკვეხნიდა. მაგრამ ციფრები მისი მთავარი არსი არასდროს ყოფილა და ვიდეოს დასაწყისში იმაზეც ხომ შევთანხმდით, რომ სუპერკარი ყველაზე მეტად ემოციაა და არა სხვა რამ. What a car! ეს იყო იდეალურად დაბალანსებული სპორტკარი, რომელიც საჭესთან სწორი მძღოლით ისეთი ძლევამოსილი, მომაკვდინებელი და სწრაფი ხდებოდა, როგორცაც ფერარი, პორშე ან ლამბორგინი ვერც კი ოცნებებდნენ. ამ საიმედომ და ყოველდღიურად გამოყენებადმა სუპერკარმა ავტოინდუსტრია სამუდამოდ შეცვალა. ყოველ შემთხვევაში ინდუსტრიის ნარცისულ, გაბერილფასიან და არასაიმედო ნაწილს მაინც მოუღო. მოულოდნელად ლამბოს მოდელები მომხმარებლის თვალში დაუხვეწავი გახდა. ფერარი კი იძულებული აღმოჩნდა, რომ სწრაფთან ერთად საიმედო სუპერკარები ეწარმოებინა. ავტომიმოხილვებში NSX-ი უკვე ფერარი 348-ის, პორშე 911-ისა და ლოტუს ესპრის კონკურენტად მოიხსენიებოდა. ზოგი კი იაპონელების სუპერკარს მათზე მაღლაც კი აყენებდა. NSX-ი ავტოსამყაროსთვის იმდენად რევოლუციური იყო, რომ გორდონ მარის მუზადაც კი იქცა. ეს მაკლარენის ისტორიის ვიდეოდან უნდა გახსოვდეთ. სხვათა შორის უყურეთ, მაგრად გაგისწორდებათ. დღეს მისი გამოშვებიდან 35 წელზე მეტი ხნის შემდეგ NSX-ი ბევრისთვის შესაძლოა ერთი ჩვეულებრივი ავტომობილი იყოს. არ არის გამორიცხული ზოგმა ქუჩაში გამოჩენისას თვალი გააყოლოს, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავთ, რომ სხვამ საერთოდაც ვერ შენიშნოს. 15 წლიანი წარმოების განმავლობაში NSX-ი თავისივე წარმატების მსხვერპლად იქცა. მარტივად რომ ვთქვათ, სუპერკარების გიგანტები გამოფხიზლდნენ. ჰონდა სპორტკარის დასამარცხებლად თამაშის წესები შეცვალეს და საწადელსაც
მიაღწიეს. მოგვიანებით McLaren F1-მა მსოფლიო საჩვენო თუ როგორ გამოიყურება სრულყოფილი სპორტული მანქანა. Lamborghini Diablo ძვირადღირებული ავტომობილების სტანდარტი ახალ დონეზე აიყვანა, ხოლო Ferrari 360-მა ყალყზე შემდგარი ცხენი ისევ ყველაზე სწრაფი მანქანების უპირობო სიმბოლოდ აქცია. მათ ფონზე კი ერთდროს რევოლუციური NSX-ი დიდწილად უცვლელი დარჩა და ნელ-ნელა მივიწყებას მიეცა. დიდი დაბრუნება ვერც ახალი თაობის NSX-მა მოაწყო. კი, ესეც ახლებური მიდგომა იყო სუპერკარებში, სპორტული მანქანა ჰიბრიდული ძრავით. თუმცა მოგვიანებით Ferrari, LaFerrari, Porsche 918 და McLaren P1 გამოგორდნენ და Honda Super კვიციც მტრიან თაროზე თავისით შემოიდო. როგორც ჩანს ისტორია კაი ჩათო. ხო. მასალო რამეა და მეორდება.